აფხაზეთი ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს არის პირველი და მთავარი, მე სულ მახსოვს და დღესაც ჩემს შვილებსაც ვასწავლი, რომ ჩვენ ვართ იქიან და იციან ეს ამბავი. საიდან წამოვედით, როგორ წამოვედით და ასე შემდეგ. Რო წამოვედი ჩვენ აფხაზეთიდან, ისეთი პერიოდი იყო, მე ვიყავი 7 წლის რა ფაქტიურად, მაგრამ მე ყველაფერი მახსოვს აბსოლუტურად. იქაური მეზობლები, იქაური გარემო, იქაური კუთხე აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს და ძალიან მენატრება. განსაკუთრებული ნივთები, ანუ ყველაფერი გზად წაგვართვეს, ესე ვთქვათ. ეს დედაჩემისგან ვიცი, მაგრამ რო წამოვედით, შემდეგ რამოდენიმე თვეში ალბომი გამოგვიგზავნეს და სურათები. და ძალიან ხშირად მე პირველი 2 კლასი იქ ვიყავი და სურათებს ვუყურებ, ვათვალიერებ ძალიან ხშირად. ამ ფოტოებზე არის ჩემი სკოლა, კლასელები, მასწავლებელი, ძალიან ხშირად ვუყურებ რა. სახში რომ მოდის ვინმე სტუმარი, ვაჩვენებ გამოვიდან, აი, ჩემი პატარაობა ეს იყო და ასე შემდეგ. აქ ძალიან საინტერესო სურათები არის. არის კიდე ოჩამჩირეში გადაღებული 1985 წელს 1 წლის ვარ აქ. აი ეს სურათი. და ძალიან მიყვარს ეს სურათი და აქ კიდე ერთი სურათი არის მე და დედა ჩემი ძმა ოჩამჩირის ზოოპარკში ვართ. და ძალიან ანუ ეს სურათები ჩემს სახლში ყველაზე ისეთ კარგ ადგილას ინახება და სულ რა ვიცი სანამ ცოცხალი იქნები, სულ შენახული იქნება და მე ჩემს შვილს ვეტყვი რომ შეინახოს და დაათვალიეროს ხოლმე. ძალიან სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ სურათებს ჩემთვის. ანუ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, ვინ იყვნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი მასწავლებლები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხოლო ამ ნივთებით არ გვახსოვს, მე მახსოვს ჩვენ როგორ გადავდიოდით ბავშვობაში ფეხბურთს როგორ თამაშობდით, სხვა მეზობლებთან, იგივე აფხაზებთანაც, დევნილები რო გავხდით, ზუგდიდში დავიწყე ვარჯიში და ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი მე. იცით როგორი პერიოდი იყო? დედაჩემი და მამაჩემი მეუბნებოდნენ, აი სულ ეხა დაბრუნდებით, 1 თვეში, 2 თვეში, მერე 1 წელიწადში, ყველა იყო მოლოდინის რეჟიმში. მე ახან აქტიური ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ვიფიქრე, მოდი დავიწყებ ვარჯიშს და რომ წავალთ, მერე იქ გავაგზელებ აფხაზეთში. ესეთი აზრი მქონდა, მაგრამ უკვე 39 წლის გავხდი და დღემდე ვერ დავბრუნდით, მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით. და მე აუცილებლად იქ გავაგზელებ ჩემი საქმის განვითარებას. ჩვენ ფედერაციას გონდა საუბარი, რომ აფხაზეთიდან სპორტსმენები გადმოვიდნენ ჩვენთან, არიან ინსტრუქტორები, გალის რაიონში უფრო ძირითადად და აბსოლუტური ხელშეწყობა გვექნება ჩვენ როგორც ჩვენი მთავრობისგან, სპორტის სამინისტროსგან, რომ გადმოვიყვანოთ, აქ მოვემსახუროთ, დავაბინაოთ, შეჯიბზო მიიღონ მონაწილეობა, სემინარებში მიიღონ მონაწილეობა და ამ კუთხითაც მე ჩემ მაქსიმუმს გავაკეთებ და ვეცდები, რომ იქაურმა ბავშვებმა ვინც ეხლა არიან, აქედან უნდა დავიწყოთ ამ ამბის განვითარება, რომ ჩავალთ უკვე ნიადაგი დახტეს უსად და უფრო გავძლიერდეთ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარატე იყოს ერთ-ერთი წამყვანი სპორტის სახეობა აფხაზეთში.